Thank you very much. Needless to say, it's not always been easy, but we got yes. It's a pleasure to have you here. First up, and Mark, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი წვლილისთვის, რომელიც ქართულ სამხედროებს ISAF-ის ოპერაციაში შეაქვს და ასევე სრულისათვის 2014 წლის შემდეგ საქართველოს კვლავ გააგრძელოს მისიაში მონაწილეობა და შეუერთდეს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს. ბატონ ალასანიასთან და გენერალ-მაიორ კაპანაძესთან საუბრის შემდეგ მივიღე ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ, რომელსაც საქართველოს თავდაცვის რეფორმირების პროცესში მიაღწია. ნატოს სამხედრო კომიტეტი მხარს უჭერს ყველა მიმდინარე რეფორმას და მოუთმენლად ელის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც ოპერაციებში მონაწილეობით, ასევე ურთიერთთავსებადობის გაზრდით, რათა შევინარჩუნოთ არსებული წარმატებული პარტნიორობა, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა. შეხვედრაზეც აღნიშნა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ნატო საქართველოს გვერდითაა. საქართველოსა და ნატოს სამხედროებს შორის თანამშრომლობა არის პრაქტიკულად ისეთივე, როგორც არის ნატოს წევრი ქვეყნის სამხედროებს შორის. არის ნდობა, უკვე გამოცდილება ერთობლივი ოპერაციების და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დღეს ძირითადად ვისაუბრეთ გენერალ ბარტელთან ერთად ჩვენი ურთიერთობის მომავალზე და ერთადერთი სიტყვა, რითიც შეიძლება ეს დახასიათდეს, არის სრული ინტეგრაცია და გაღრმავება ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის.